მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ მივდივართ ბელარუსის რესპუბლიკაში ბატზე სანადიროდ. მე, გიორგი, რეზი და ვაჟა. ვაჟა შეუჩერებელი. მოტეხილი ვეღით მოდის. დაუნდობელი. ვაჟა დაუნდობელი. მივდივართ ბატზე სანადიროდ. კლასიკური ნადირობა იქნება. მოგეხსენებათ ბელარუსიაში ბატზე ნადირობის კულტურა ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. ვინადირებთ ფიტულებით, ჩასაფრებით და იმედია გაგვიმართლებს, რადგან 3 დღიანი ძალიან მაგარი ტური გვაქვს დაგეგმილი, ანუ 3 ნადირობა. პირველი დღე დასვენება, ჩასვლა დასვენება, შემდეგ 3 დღე ნადირობა და მერე კიდე დასვენება და მერე დავუბრუნდებით საქართველოში. წარმატებებით ჩვენ. თითქმის ფინალში ჩავჯექით. მე და ვაჟა ერთად ვზივართ, ესე გქონდა ბილეთები ნაყიდი. იქით გიო და რეზის ხედან, უკან მამუკაზის შილაკაძე. საბაჟო დაგვტანჯა. არ დაგვტანჯა რა პროცედურა არის რეალურად, ძალიან ბევრი რაღაცა გადასამოწმებელი, რომ ყველაფერი ზუსტად იყოს. და როგორც იქნა, ზუსტად მოვასწარეთ. გვეთით მიფრინავ და წუთზე მოვასწარეთ, რასაც ნიშნავს. წარმატებული ფრენა. Георгий маимунов. Георгий, ინაცვალე, Георгий. Подготовить проверить дозвон ключик. აუქმდებით ახლა და წავალთ მინსკისკენ. დღევანდელი ამედი კაპიკაც არ ვარგოდა სანადიროდ პრობლემზეა შეხედე. და დღეს რას მოგვერადიდა ძალიან ცუდი იქნებოდა, ცუდი ნადირობა იქნებოდა რა. ასეთ ამიჩი, მზიან ამიჩი ძალიან გაგვიჭირდება. ხვალე ზეგ და მასე გაი ფანტასტიკური ამიჩი. რუბელი წვიმა, იშღლი, ბიჟღლი და ამბავი. ასე რომ მეზადეთ. ჩამოვედით ბელარუსში. ჯემი მამასი ფიჩი. არ გამოვაწყე ბოშევი. ზად ვარ თვალინდელი. ეს ხვალე გამოეწყო. დღისთვის როში მამუ ძალიან დიდი მადლობა, რომ დააორგანიზე ჩვენი ტური და ჩამოგვიყვანე სანადიროდ უკვე ბატზე. ორჯერ ვიყავით ლოსზე უკვე დამოცულები, ძალიან გაყოფილები ვართ ყველაფრით. და ეხლა გვექნება ყველაზე რთულად მოსაპოვებელ ყველა ადამიანის საყვარელ სანადირო ობიექტზე, ეს არის რუხი ბატი და ასევე თეთრშუბლა ბატი. ხო, გუმენი კი ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი ბატია, მაგრამ ისე რომ ისე ვართ გამოწყობილები, რომ ბატი კი არა და დედა ვერ გვისნობს ჩვენ. კაიხო. ასე მე ქუდი არ მახორია ახლა სპეციალად რომ ეს ხარკილა ხო ისეთი დაშია. ესე იგი 5 საათზე უნდა გავიდეთ. 5 საათზე გავდივართ, 4 საათზე ვაკრება, გამოვდივართ, გამოწყობილები, გამზადებულები, ლაგდებით, გააქვთ ჩვენი ტყუიები, ჩვენი თოფები, ჩვენი ყველაფერი, მოწესრიგებულები ვართ, ჩვენი საკვები რაღაცა თითო ლუკმა რომ აქ ჩათვალე რომ აქედან მივდივარ ჩვენ მშიერ წყურვალ საკუთარი თავის პატრონები ვართ ჩვენ. ხო. კი ბატონო. ხო და დანარჩენი იქ რომ გქონდეს რო რამე იყოს 12 საათამდე ვექნება დაახლოებით ნადირობა ესე რა. შვენიერი არის. გათენებას იწყებს დაახლოებით უკვე 6-დან, რაც ვნახე. 6-დან ბატი ფრენას იწყებს ასეთ აქტიურს მატულობს 8-9-დან ესე რა. 7-დან რა. მაგრამ პირველი შემოსვლები ბატისა რომელიც არის ყველაზე ადრიანი 7-9, ესე იგი აი ერთეული, ორეული ის არის
გუგული და როგორ მოფრინავს, როგორ ხვევით? რა ერთი არის ბადე არის ჩამოსაღები. წარმატებები. Короче, რა, უნდა ავიღოთ რა, დედა უნდა ავუტიროთ რა. ქართველები ჩამოვიდნენ ხოლმე გზაზე. ბელარუსში როგორ მოგწონს პირველი დღე? შვენიერია ბელარუსი პირველად ვარ. მადლობა ბატონ მამუკას რომ ესეთი ლამაზი დღეები გვაჩვენა და ლამაზი დღეების დასაწყისი არის ეს. მეგრული დესანტი არის. მადლობა კლუბ მონადირეს ირაკლი წვერავას რომ შეკრა ეს კლუბის ბიჭები და ბატონ მამუკასთან ერთად წამოგვიყვანა. პირველი შტაბ-ბიჭდება რა შემილია თქვა ძალიან ლამაზი ადგილია სადაც მოვედით. ლამაზი მეურნეობაა და ყველანაირად ძადო ვართ რომ ლამაზი ნადირობები შემოგთავაზოთ. სიმართლე ნერვიულობ კი არა მინდა რა. ყველა ნადირობის წინ ნერვიულობ. ერთი სული მაქვს რომ დაღამდეს და გათენდეს რომ დამანახა ჩავდეთ ჩვენ მანქანაში და წავიდეთ სანადიროდ. 7 ნერვების იმედი მაქვს. კი. კარგი თოფების და კარგი ვაზნების. კი. წამოღებული კონტროლელი ბიჭების. წამოღებული გვაქვს ჩვენი თოფები. ზუსტად მაგიტომ რომ მაქსიმალურად კარგი შედეგები დავდოთ. დანარჩენს ხვალ გეტყვით, რა თოფები იქნება, როგორი ვაზნები იქნება და რა შედეგები იქნება თქვენ თვითონ ნახავთ. გვინდა რა, უნდა დავდოთ რა, არ გამოვას ხომერად რა. მოეჭველი. ლიმიტი როგორ აქვს მამუ? რამდენის გინდა? რამდენის გინდა? თავარია შეძელი. ეხლა ველოდება მთელი საქართველო რომ შედეგი დავდოთ რა. დედა უნდა უტიროთ მაგის. გვაქვს იმედები და პრეტენზია გვაქვს იმაზე რომ რეკორდები უნდა მოხსნათ. ერთი ჭიქა ქვემოთ, ჩაის ჭიქა გაყოლებაზე და ერთი ბატი მინიმუმ უნდა გადაასრო და მერე დაცხო. ოქროს წესი ეს რაც უნდა დავიმახსოვროთ ხო? ქვემოდან ფეხების ზოლზე გაყევი, გადაასწარი ერთი ბატი და რეკე. აიე დავარდება ფეხებთან. მე დავარდება, მაგრამ უნდა ჩავარდე. ხვაფში ჩავარდება. აბა წარმატებები ბიჭებო. წარმატებები. Йо. Спорим, господа охотники. Сначала есть гуменник. კარგია ბიჭებო, გილოცავთ.
საფარი გააკეთეს ჩვენმა ბიჭებმა და დღეს იქნება ქართული ნადირობა. ჩვენი მეთოდები. ნადირობა, მაგრამ ყველას თავისი შეხედულება აქვს და გიორგი და რეზი წასულები არიან, უნდა მოიტანონ ხმელი ტოტები. ჩავალაგოთ ფიტულები. ვიკენებენ გედის ფიტულებსაც, ნახე? რო სანდო იყოს სადგილი ბატისთვის. აი ბიჭებს, რეზის და გიორგის მოაქვთ. იქეთა ტყიდან ხეების საფარისთვის. ბელარუსის მგელი ხარ და იქა რა. ვასწავლოთ ამათაც ნადირობა. კენაცვალე რეზი. ბატი კი არა. სულო დრონი დავაზეს მე და გინახავს. კენაცვალე ბიჭებო. გიორგი რა მოგაქვს რა არის? გამხმარი ისინი რა. კენაცვალე. ეხა იგა რა პრინციპი დალაგებ, აბა? მე ხონური მეთოდი. სტანციებს დაიცავდა ჭადრაკულად. ემოვნებით ამბავია, დიდი როლი ამას არ აქვს. მაგრამ ერთად აღვა დავალაგო. ვახთ გენაცვალეთ ბიჭებო. მაშიკო ისეთ საფარი უნდა გავაკეთო. გენაცვალეთ. კარგია. რომ ბატმა კი არა. ბატმას ვერ დაგიწევს. ეშმაკმას ვერ უნდა შეგვამჩნიო. უფრო ბიჭები ხართ. სვიარკო ვიდე და თენი. ეხლა რაც ვკითხეთ. რა პრინციპითო? ქარის საწინააღმდეგოდ დავსვით ფიტულები. ზოგადად არც ერთ ფრინველს არ უყვარს ქარის მიმართულებით არც ჯდომა, არც ფრენა. შესაბამისად, ქარის საწინააღმდეგოდ დავსვით ფიტულები. ირაკლი წყალსაცავი საით არის? იქეთ არის ულეიკის წყალსაცავი და მოგეხსენებათ ულეიკის წყალსაცავი არის ბელარუსში ყველაზე დიდი წყალსაცავი. დაახლოებით 25 კილომეტრი აქვს სიგრძე. აუ რამდენი რომოდიოდით რამდენი ჯდენ? ძალიან ბევრი ბატი იყო, ხო? ნუ შესაძლებელია რომ ეს შემოსული ბატიც იყოს. რენჯერ მაგვითხრა და ნახოთ იმედია, თუ ეგრე მოხდა ძალიან მაგარია რა. საკენანი კანდა თუ არის 30 მეტრი? აი იმის თავზე იქნება 50. 20 მეტრაზე, 30 მეტრაზე რო ბატი შემოვა და ახლობთ არის 25-27 მეტრი. მე ძალიან კარგი. ო 45 გრადუსიან კუთხეებზე ყველა გავეშვით იქა რა. კარგი ისაა რა. იანი მარტივი ამოსახსენე პითაგორას თეორემით, მაგრამ ჩვენ ეს გავტესტეთ. ხესთან დავდექით. მანძილზომით ხის ძირი, ანუ ხის პირდაპირ გავზომეთ ჩვენ სიმაღლეზე და მე ხის წვერი გავზომეთ. იგივე გამოვიდა. 30 მეტრი იყო, 36 მეტრი იყო დაახლოებით ხის წვერი. 40 მეტრიანი ხის წვერი იყო დაახლოებით 27 მეტრზე ჩვენგან. დაახლოებით 20% ემატა. ანუ რა გამოდის? მარტო იარაღის სროლა კი არ არის. იარაღის სროლა სჭირდება მათემატიკა. რა მანძილზე უნდა ესროლო? იმიტომ ზუსტი მეცნიერებაა მათემატიკა. რა მანძილზე უნდა ესროლო? შენს იარაღს რა მანძილზე შეუძლია ჩამოგდება და რა ვაზნა და ასე შემდეგ. ნიუანსი. მათე. ეს რომელიც ყველაფერი საქართველოში გვაქვს გატესტილი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენს მეგობარ კომპანიას, ეს არის მაგნუმი, რომელმაც ჩაგვახულიანა რა, ბევრი ვაზნა გამოგვატანა. მოგეხსენებათ ეს ვაზნები ძალიან ძვირად ღირებულია, იმიტომ რომ არ ვისვრით იაფასიან და ცუდ ვაზნებს, ზოგადად როცა ამხელა პასუხისმგებლობა არის ბაძე ნადირობა. იარაღი უნდა გქონდეს კარგი, ვაზნა უნდა გქონდეს კარგი და თავისთავად სროლელიც უნდა იყოს ნაორჩები, რომ ამ ფრინველს გაუგო. გამოგვატანა იმაზე მეტი ვაზნა, რაც 4 ადამიანს, 5 ადამიანს გჭირდებოდა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მაგნუმს და ასევე დრაივ მოტორს, რომელმაც მოგცა საშუალება წამოსულიყავით აქ.
ხო, და კიდე რაღაცები იქნება, მაგალითად კატერი. რომელიც ძალიან მალე ჩამოგივა და მოკლედ ბევრი სიახლე გვექნება. და გუშინ გეგმავდით თუ ამდენს გეგმავდით უკვე აქ წამოსვლას ხო ლოსებზე, ხო, კლუბი მონადირე იქნება სტუმარი უკვე ბელარუსის. ეხლა დაახლოებით 15 წუთში დავიწყებთ ნადირობას. 6 საათზე იწყება საღამოს ნადირობა დაღამებამდე, ნუ დაახლოებით 9:30-მდე. და დილის ნადირობა იწყება 6 საათიდან 12 საათამდე. 12 საათამდე. კი ბატონო. აი ესეთი კანონები აქვს და მე მაგალითად ივესალმები რა. და ადგილობრივები ნადირობენ მხოლოდ შაბათ-კვირას. მაგას არ მივესალმები. ხო, რატო? იმიტომ რომ ვინც არიან სტუმრები, იმათ სტუმრების აცლიან. არის ამათ ბევრი სტუმარი არ ყავთ, მაგრამ ორ შაბათიდან პარასკევის ჩათვლით სტუმრების სანადირო დღეს ითვლება. შაბათ-კვირა ბელარუსი მონადირეებისთვის. და დღეს ჩვენ ესე იგი იმ ადგილებს გამოვეცალეთ და მოვედით აი აქ მაგარ ადგილას. აქაც აყავთ. ეს ადგილი აღმოაჩინა ირაკლი. აქაც აყავთ შორს მსროლელი. რეზი, ეს ადგილი აღმოაჩინა ირაკლი. ლოკაციაც ჩავუვიდეთ, წავიდეთ. კაროჩე, აქაც ყავთ შორს მსროლელი მონადირეები. გუშინ იურამაც აღნიშნა, რომ ანუ შაბათს ნადირობა გაგვიჭირდებაო, გუშინ გვეუნებოდა მაგას, ხო? შაბათს ნადირობა რატომ მეთქი და ადამიანები იქნებიანო, ვინც ხელს შეგვიშლის, რატომ მეთქი? აიო, არასწორი უნიფორმა, არასწორი მასკიროვკა, არასწორი სროლა და ასე შემდეგ. იგივე სიტუაცია გვაქვს ჩვენ და ეს მარტო ჩვენ ქვეყანას და ამ ქვეყანას არაწუხებს საწუხებს მთელს სოფლიოს, არც ზებული ვარ რა. მარტო ლამაზ ვიდეოებს რო უყურებთ უცხოეთში, მარტო ეგრე არ ნადირობენ. იქაც ნადირობენ არასწორად. თუმცა გუშინ გავიმართლა, იმიტომ რომ ორი ძალიან კარგი მონადირე იყო ეთქობა ჩვენს. არც ერთს არ ესროდნენ არასასროლ დისტანციაზე. გულისხმობ დაახლოებით 50-60 წელს არ ესროდნენ. გადაუარეს ბატერმა თავზე 30-40 მეტრში სტანდარტულად ესროლეს. ორი ბატიდან ორივე აიღეს. არ უფთხოვდნენ სხვასაც, კარგად ნადირობდნენ ეთქობა. ჩვენი კლუბს ბიჭებო გაუმარჯოს. აი ჩვენი კლუბი. გაუმარჯოს. აგერ აქვს რესურსზე და ეს ერთი და სხვა მრავალი. აბა ბიჭებო წარმატებები. Бьем. მოხდა? და. მოხდა მაგას და მაგითო. მაგას მოხდა. Явизешь, что? Налево, Юр. Оп, упал. Всё. Упал, да? Очень хорошо. Бьем. Ой, что делать, бичу? Не то, бичу. Все, я работаю. Одиночка надзиратор. Приготовились. Бьем. Вот это недалеко. Это не так. А то отстреляться и не попасть.
Охота на гуся проходила в охотничьих угодьях Вилейского опытного лесхоза. Вот, немножко погода где-то не способствовала, немножко гусь был неконтактный, но результат не заставил себя ждать. Добыты гуси, не такое большое количество, но добыто. Хороший коллектив охотников приехал из Грузии. Вот, все у нас получилось. Всего хорошего, здоровья. Спасибо вам. Спасибо, Владимир. Давай, пока. Мы еще встретимся. Обязательно. Обязательно вернемся. დასრულდა ჩვენი ბელარუსში მოგზაურობა. ვიტყოდი რომ შედეგიანი გამოვიდა ჩვენი აქ მოღვაწეობა. ძალიან საინტერესო ნადირობები ჩავატარეთ, ბევრი რაღაც ვისწავლეთ. დიდი პრაქტიკა მივიღეთ ამ ნადირობებიდან, რადგან გვერდში ყავდნენ ძალიან გამოცდილი ადამიანები, მქაური მონადირე რეინჯერები, რომლებიც ნადირობის სეზონის დროს სხვა არაფერს არ აკეთებენ გარდა ნადირობისა და სწორი ნადირობისა. გვაყოფილები ვართ ძალიან, ახლა ვლაგდებით მანქანაში და მიტყოდი რომ ერთ-ერთი კარგი ნადირობის ტური გამოგვივიდა, რაც კი ოდესმე ჩაგვიტარებია. როგორ შეაფასებთ აბა დღევანდელ დღეს? ირაკლი, ძალიან კარგი. როგორც ყოველთვის ვართ აქტუალურები. ძალიან კარგი ტური გამოგვივიდა, ესე რომ თქვა, ერთად ყველას და იმედია ეს ჩვენი ვიდეო, როცა დავამონტაჟებთ, გამოვა უმაგრესი და ჩვენი აყურებლები შეამონებენ ჩვენთან ერთად. ვიდეო უმაღლესი ნამდვილად უნდა იყოს. შესანიშნავ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ფანტასტიკური სანადირო გარემო იყო და უამრავი ემოცია, უამრავი ადრენალინი, ძალიან ბევრი ფრენა იყო, თავზე, არ ვიცი, სასაული ემოციები იყო რა. მოკლედ, მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამ მაგარი დღეებისთვის და იმედია, რომ ჩვენს მაყურებელს ჩვენი მაგარი ვიდეო მოეწონებათ. გაიხარ. მე ცოტა ხანში იქნება. რა ოგიო? მოგესალმებით ყველას ბელარუსიდან. მოკლედ ძალიან კმაყოფილები ბრუნდები, დღეს შედეგი დავდეთ. კაი კადრები ავიღეთ. კმაყოფილები ბრუნდებით სახლებში. მოკლედ რა მინდა ვთქვა. ყველა მონადირეს გისურვებთ, რომ აი ესეთი მომენტები რაც ჩვენ ქონდა ამ დღეების განმავლობაში, ბაძე ნადირობის დროს, ყველას გისურვებთ, რომ გეცადოთ თქვენც და ყველას წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ წარმატებები რეზი მოდი. კლუბ მონადირეს გაუმარ ჯოს. კლუბ მონადირეს გაუმარ ჯოს. კლუბ მონადირეს გაუმარ ჯოს. კარგია, წავედით. აი არა, ესენი მე ავიღე. ჩამოყარე. მოკლედ. აი ესეთი ამბებია ბელარუსში. წავედით, დაგემშვიდობებით, აბა მომავალ შეხვედრამდე.